გამარჯობა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ სალამი. ესე იგი გუშინ ფეხბურთის რეპორტაჟი დავამთავრე. ვერ სახშმე და ვიჯექნა დილამდე უყურე ტელევიზორს საერთოდ ვერ მოუწყდი. რა ძალიან შურს უბრალოდ ამ ხალხის რა არის შესაშური მანდ როცა ხალხი იხოცება ერთიანობის და რაღაცა იდეის და ერთმანეთთან გვერდში დგომის და რა სამწუხაროა რაც ხდება კიევში ახლა ამ წუთებშიც. არა, დაღუპული ადამიანები. შეურაცხადი გაუგრებული სახით ადენებს იანუკოვიჩი თუ აღოს ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტად შევა რომ ჯერჯერობით ვერ ერევენ. უბრალოდ სისხლის დაღვრა არის ყველა საშინელება ალბათ რაც ხდება. ხო, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები არიან დაღუპულები კიდევ და ჟურნალისტი რომელსაც ტყვია აქვს მოხვედრილი. საოცრება და ის ჩვენი ქართველი მოქალაქე რომელიც გავლელი ყოფილა ჭრეტაში მოყოლილა როგორც ამბობენ და სამძიმრებთ. რა თქმა უნდა. ამ ძიმე არის ალბათ ეს ყველაფერი. თუმცა კიდევ ერთხელ მეორე მათი ერთიანობა და რაღაცა ერთმანეთის გვერდშედგომა შესაშური გახლავთ. ხო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ხო, უნდა გამოვიდეთ ძალიან. კიდე გველოდება მე მგონი ესეთი გასათენებელი ღამეები, მაგრამ ახლა შუა დღეა, ახლა სხვა შუა დღეა და ჩვენ დღეს მოვამზადეთ თემები, რომელიც იმედი მაქვს, რომ თქვენს დაგაინტერესებს. გახსოვს ჩილის მოვლა? და საერთოდ მოგივლია. არაფერი არ დაგიწყებია. ყველაფერი პამპერს გამოცვლიდან. დაგიმუშავებია, კიბანები დამუშავებია, ეს განამიწებია და ყველაფერი გამიკეთებია. ძალიან საყვარელი ხო? ვიცი ყველაფერი მე. კარგი ბაბუა იქნები, ხო? ალბათ. ხო. ალბათ. მე გოგო. ყველაფერს თავის დრო აქნინო. ადრეა ჯერ. რა არის კანონმეთქი რა. მოკლედ გავიხსენოთ ან ვისწავლოთ. აჩი, შენ ისწავლე, ჩვენ გავიხსენებ. თუმცა ეგ ისეთი რაღაცა რომ მგონი როგორც კი პატარა გიჩდება. გამირეკე მე? კარგი ბაბუა იქნება მეთქი ვიცი. შენ მეგობი ხამაგებინე უყურე გამბავი და მე მივხედავ კაცო არა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი შენ რა გახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ დროს ჩემ და შენ დროს ვიხსენებ სხვა სტანდარტები იყო ჩვილის მოვლის, იმის შემდეგ შეიცვალა ხო ხვდები? თუნდაც იქიდან დაწყებული რომ ჩვენ გაკოჭილები ვიყავით ხო? აი ეს მთლიანად შეხვეულები ვიყავით. ეხ დიდი ხანია უკვე. მე გარმახსოვს. არა, აკუნის არა. არა, უბრალოდ რა ითვლებოდა რომ აი რაღაც არ დაზიანდეს ძვლები, ხერხემალი და ასე შემდეგ. ახლა მე მგონი პირიქით ესეთი ტენდენცია, მე მგონი კი არა და ეს ასეა, რომ მეტი თავისუფლებაა მიცეს, უნდა დასო და გაიაროს უნდა ეგრევე. არა, იცი რა, მეთოდები მართლა ზოგიერთ შობლის ცოტა ზედა და სატანია გაჩნია, ექიმის რა მეთოდი აქვს, როგორ რაღაცა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი, ყველაფერს აქვს თავისი. ხო რა. მოდი შევხვდეთ ჩვენი სტუმარი. პედიატრი ქალბატონი ნანა რურუა. მოგზანდით. ნანა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. სალამი. ხოთ? შეგიძლია ბიჭდებ მოგობრებს თუმცა. გაკოჭილი ბავშვები. ასეთი ბავშვობა. გაკოჭილი თაობა ვართ. თქვენ არ იქნებით ხო? გაკოჭილი რა, თან ის მითიათო სინამდვილე ვთქვა, აკვანში ვინც იზრდებოდა თავი ბრტყელი და რა ხო გახსოვთ ეს რომ ამას ამბობენ ხოლმე. ანუ შეიცვალა სტანდარტები ჩვილის მოვლის. სტანდარტები შეიცვალა და მაქსიმალურად არის გათავისუფლებული ყოველგვარი ზედმეტი შეზღუდვებისგან და მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ პირობებს, ასე რომ ცხადია ბუნებრივი ადამიანისთვის, მათ შორის პატარა ადამიანისთვის არის თავისუფლად მოძრაობა, თავისუფალ რეჟიმში ყოფნა და არა გაკოჭვა. ხა გაკოჭილ მდგომარეობაში არც ერთ ორსულობის დროსაც კი არ არის ნაყოფიც კი. ასე რომ ბუნებრივია რომ დაბადებისთანავე უნდა იყოს თავისუფალ პოზიციაში. ეს მე მგონი იმისთვის იყო რომ დედას, ანუ დედისთვის გამარტივებული იყო ხელში ჭერა, მგონი ბავშვის ეს უფრო იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში აკვანში ჩაწვენა იყო უფრო აი მოვლის პრობლემის მოგვარება. აკვანით გაკოჭვაც კი, ითვლებოდა რომ აი ეს უფრო მოვლის მხრივ იყო უფრო ადგილი. თქვენი მიდგომა გასაგებია რომ თანამედროვეა. მშობლები როგორ იღებენ ამას? არა, თანამედროვე მშობლები ძალიან კარგად იღებენ. ხა თანამედროვე თაობა შეიძლება თვითონ მშობლების თაობაც უფრო თავისუფალია და ასე რომ ძალიან კარგად იღებენ ამას და ძალიან ბუნებრივად, მარტივად. ასე რომ რაც ბუნებრივია, ის არის სწორი. მათ შორის ბავშვისთვისაც. არა, შენ თქვი. მე მინდა რომ დავიწყოთ და გავიხსენოთ. მე ხოთ გამახსენდა რომ ადრე უფრო იყო ესეთი ტენდენცია რომ ბავშვი ყოველთვის გულაღმა უნდა დაგეწვინა და რაღაცა ეს
მე და 6 წლის მყავს უკვე შვილი და მახსოვს რომ მე დავდიოდი სხვა ოთახებში ვათვალიერებდი ყველას გულზე ანუ არის უკვე მუცელზე დაწვენილი მყავდა ყველას ბავშვი და პედიატრისგანაც მახსოვს რომ უნდა მუცელზე დავაწვინო მაგრამ აქ ესეც მახსოვს რომ აზრები იყოფოდა და რა ხდება ყოველ შემთხვევაში ახლა ცალსახად შეიცვალა ეს ტენდენცია ეგ პერიოდი მეც მახსოვს როცა ძალიან ურჩევდნენ პედიატრები რომ მუცელზე უნდა იყოს დაწვენილი მაგრამ ახლა თანამედროვე მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში კვლევებით დადგენილია რომ ახალშობილობის ასაკში მუცელზე დაწვენილ პოზასთან არის ასოცირებული უეცარი სიკვდილის სინდრომი ეს პირდაპირ ასოციაციაში არ არის 100%-ით მაგრამ ცოტა უფრო მეტია რისკი როცა ბავშვი მუცელზე წვევს ასე რომ ყოველ შემთხვევაში პატარა ასაკში ითვლება რომ არ უნდა იწვეს ბავშვი მუცელზე ყოველ შემთხვევაში მარტო არ უნდა დატოვოთ ბავშვი რომელიც მუცელზე წვევს არა ეს კიდე გავნებით ეს არის უმნიშვნელო რისკზეა ლაპარაკი რა შედარებით იმ ბავშვებთან ვინც იწვა გულაღმა ასე რომ ეხლა არის რეკომენდაცია რომ პატარა ასაკში ბავშვი არ უნდა იწვეს მუცელზე რა მინდა იცი კითხოთ ბალიშის როლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ვიცი და ბალიში თუ უბალიშო კი ბატონო რამდენად მნიშვნელოვანია ბალიში საჭიროა თუ საჭირო არის ჩვილი ჩვილობიდან თუ ცოტა მერე როცა უკვე კიქსეს დაიჭერს ბავშვი ყოველ შემთხვევაში პატარა ასაკში მაინც არ არის რეკომენდებული ჯობია რომ თვითონ ლეიბის დახრა იყოს ისეთი რომ კომფორტული იყოს ხო ეს იმასთან არის დაკავშირებული რომ ნებისმიერ ასაკში ბავშვს შეუძლია თავის მოტრიალება მაგრამ შესაძლებელია თუ ბალიში უდევს საწოლზე შესაძლებელია რომ დაზიანდეს ასე რომ ბოლომდე ვერ მოატრიალოს სასურველი იმითი ამიტომ პატარა ასაკში მაინც რეკომენდებულია რომ ბალიში არ იხმარონ მშობლებმა ყოველ შემთხვევაში თუ რაიმე ესეთი რეკომენდაცია არსებობს მას უნდა ქონდეს აუცილებლად ძალიან მყარი დასაბუთება სხვა შემთხვევაში მაქსიმალურად რაც ლოგიკურია რაც ბუნებრივია რაც თავისუფალია აი ესეთი არანაირი შეზღუდვა ის რაც ბუნებრივია ზოგადად ადამიანისთვის ის არის ბუნებრივი ბავშვის გაზრდისთვის რაც არალოგიკურია ის არ შეიძლება იყოს ბავშვის გაზრდის წესი აი აჩიკო დღეს წარმოგვიდგენილი წამყვანებიდან ერთადერთი ის ჯერ არ ყავს ჩვილი და აჩიკოს მაგალითზე მინდა რომ აი რაღაც უფრო თანმიმდევრულად გავიაროთ ეს პროცესი აი გამოიყვანა არჩილმა შვილი სამშობიაროდან და მიიყვანა სახლში რა ტემპერატურა რატო მამა რატო ნახე რა შორის თანამედროვე აი ახლა რო უყურებთ მე დღევანდელ დღეს ბავშვის გაზრდაში ძალიან არიან ჩართული მამები. არა, თანამედროვე მეც ესე ვიყავი. თანამედროვე ხართ, არა. თანამედროვე ვარ მე. ჩემ ბავშვობაში ამდენად არ იყო, მაინც ითვლებოდა რომ ადრე უფრო მხოლოდ დედები მონაწილეობდნენ. დიდი კალო მიხედე ბავშვს. ხო, ეხლა თუნდაც ექიმთან მოყვანის დროს ყოველთვის მოდის ორი მშობელი. მამა ძალიან ჩართულია, მამას თავისი შეკითხვები აქვს. ასე რომ, აი ეხლა თაობაში ყოველ შემთხვევაში მშობლების ახლანდელ თაობაში ძალიან არიან ჩართულები და ძალიან კარგია. მოვედით სამშობლოდან სახლში, მოვიყვანეთ შვილი, ოთახის ტემპერატურა, იქ დაბნეული ვარ. იცით რა, ზოგადად პირველი პრინციპი არის, რატო ვთქვი მე ხაზგასმით, რომ ის რაც ბუნებრივია, ის არის სწორი. ასე რომ, თუ არ უნდა ზედმეტი მცდელობები რაღაცების გამოგონება არ უნდა. ერთადერთი ახალშობილობა არის ასაკი, როცა შედარებით ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დარეგულირებული, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ინარჩუნებენ ტემპერატურას. მაგრამ არ უნდა იყოს უფრო სითბო უნდა, მაგრამ არა გადახურება, ხო? ისევე ვერ ინარჩუნებს. ძალიან თბილად ჩაცმო პატარები. ეს არ არის სწორი. მაგას ვამბობ, არ უნდა განსაკუთრებულ პირობებში ჩაყენება. არც უნდა გადახურდეს და არც უნდა გადააციოთ. ხო, საშუალო 25 გრადუსი არის აბსოლუტურად კომფორტული. და წყლის ტემპერატურა? წყლის ტემპერატურაც უნდა იყოს, არ არის აუცილებელი წყლის თერმომეტრებით ზომვა. უნდა იყოს ხელი. კი, და უნდა იყოს მისთვის კომფორტული ტემპერატურა, ხო? რაიმე. ბანაობის ეს როგორ ახალავებს ნახე? ერთი რაც კარგია კიდე რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა, რას თვითონ ჩვილებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვილის თავდაჯერებულად ყოფნისთვის, სიმყარის განცდისთვის ძალიან კარგია, ახლა დაბანის სცენას უყურებ, კისერი უნდა კონდეს ყოველთვის მყარად. ფეხები შეიძლება აფართხალოს, მაგრამ თუ კისერი აქვს, ამიტომ ეთყობა ამასთან იყო დაკავშირებული ადრე
ეს თეზა რომ თავი არ გადააქანოს ბავშვმა, ხო? ანუ კისრის სიმყარეს აღიქვამენ როგორც მყარად ყოფნას. ერთი ეს რაც არის. საიმედოთ არის. დაზიანების თვალსაზრისითაც კი, მაგრამ თვითონაც შეგრძნების დონეზე ჩვილი მყარად გრძნობს თავს, თუ კისერი აქვს მყარად. ცოტა ხელით ისე. ხელით, ხო, აყვანის დროსაც, იგივე დაბანის დროსაც უნდა იყოს კისერი ფიქსირებული. დანარჩენი ტანი შეიძლება რომ მოძრაობდეს ეს არაში. კიდე ერთი, რაც უფრო პატარაა, თქვა თუ აჩიკოს ეხება და პატარა ასაკის შედარებით ბავშვები, ხო? აჩიკო ჟერაფი. კი, მე მომავალში ხო უნდა ისწავლოს ახლა. კი და სიამოვნებით. პატარა ასაკის ბავშვებს ძალიან ეშინიათ სწრაფი მოძრაობების, ანუ კვეთრი მოძრაობების ეშინიათ და კვეთრი ხმების. ხო, ამიტომ უნდა იყოს კისერი ფიქსირებული, მათთან ურთიერთობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ფრთხილად უნდა ამოძრაოთ. ამ დროს არ ეშინიათ. და ალბათ რაც შეიძლება მშვიდად უნდა იყოს მშობელიც, იმიტომ რომ გრძნობს. ერთი კიდევ პრინციპი გარდა იმისა, რომ ყველაფერი ბუნებრივი არის წესი და მეორე პრინციპი ბავშვთან ურთიერთობის აუცილებლად უნდა ძალიან თავდაჯერებულად ეურთიერთოთ რა, იმიტომ რომ ესე ადვილად ვერაფერს ვერ დაუშავებთ. ასე რომ არ არიან ესე დაუცველები ახალშობილები, ასე რომ ხელში ვერ ამხავს რაც არ უნდა გამოუცდელი იყოს მშობელი, ინტუიცია ყოველთვის კარნახობს რა არის სწორი. ასე რომ ყველაზე მთავარი ვერ შეგეშლებათ ვერაფერი განსაკუთრებული. არა, ხადია ცოდნა ჭირდება ყველაფერს, ამისთვის არსებობენ თქვათ პედიატრები და სხვათა შორის ძალიან მიღებულია, ასე თქვათ ევროპულ ქვეყნებში ძალიან მიღებულია, რომ მშობლები განსაკუთრებით ვინც პირველ შვილს ელოდება, წინასწარ გადიან მშობელთა სკოლებს. რომ ძირითადი პრინციპები იცოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავადაც ხომ ცოტა თეორიული ცოდნა და მე პრაქტიკულად გადასწრება. თეორიული ცოდნა და დამოკიდებულება უნდა გქონდეთ ესეთი, რომ პირველ ერთ კვირაში, ორ კვირაში ყველა მშობელი სწავლობს რა არის მისი შვილისთვის ბუნება. ამიტომ ესეთი სწორი კონტაქტიც ძალიან მნიშვნელოვანია. აი რამე დაკითხოთ რა, ჯერ ეს ნახე რა საყარელია, უბრალოდ ამის ყურება ეხლა ამ ყველაფრის მოზე გამშვიდებს, გაწყარებს და ყურები თავი ყველაფერი, აი მაგაზე მინდა ზუსტად აი ეს ინსტინქტები, რომელიც აქვს ახალშობილს. ძალიან ბევრი რამეა, რასაც მე თქუნავთ ჩვენ და არ ვითარებ. თქვათ იგივე წყალში ჩაგდება და იგრევე ცურავს ბავშვი. წყლის ქვეშ ძლებს ძალიან დიდი ხანი. თქვათ აი ამას ევხრობთ თქვენ ამის გაკეთებას? როგორ ფიქრობთ? აი ეს ნებისმიერი რაღაცა უნდა იყოს მისთვის არასტრესული. ხო? თქვათ მაგიტომ დავიწყეთ, რომ ის რაც ბუნებრივია, ხა ბუნებრივი არ არის ადამიანისთვის ყინვაში გარეთ გაყვანა, ხო? ან ბუნებრივი არ არის შეკავება. თუ წყალქვეშ მაგას ვამბობ, რომ რაც ბავშვისთვის არის სტრესული ის ნორმალური არ არის. ბუნებრივი არ არის, მაგრამ შეუძლია რეალურად. თუ შეუძლია და არ ეშინია და არის სტრესება ამითი, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეიძლება. მაგრამ რატო არის აუცილებელი რომ ჩააყვინთინოთ? თუ რა ვიცი, ჩვეულებრივად იბანაო. არა, აუცილებელი არა, მაგრამ აი სახელი წყალი არ მოხდეს, აი პანიკა შიშები. არა, ესეთი ისინი არ არის. სხვათა შორის ბავშვები თვითონ ძალიან განსხვავდებიან. ზოგს უყვარს წყალი, აი დაბადებიდან უყვარს და ზოგს არ უყვარს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია. ის რაც მას მოსწონს, ის არის ნორმა და წესი. ის რაც მისთვის მიუღებელია, სტრესულია და არა ბუნებრივია, ეს ნორმა არ შეიძლება იყოს რა. და ესეთი შეკითხვა მაქვს. ეს ჩვენ ხა საუბრობდით, როგორ უნდა იყოს ბავშვი მშვიდად, კარგ განწყობაში და კარგი ესყოფერი, მაგრამ როდესაც ბავშვი არ არის მშვიდად, ანუ ტირილს გულისხმობ. მაგალითად, გამიგესთი, რომ რაღაცა რამდენიმე კვირა მშობიარობიდან კარგია, რომ ტირის ფილტვები ეხსნება თუ რაღაცა. რა რაოდენობის და მოცულობის ტირილია ნორმა. შეგვეშინდეს. მშობიარობის მერე რო ტირის კაია, ხო? არა, იმ წუთში კი რომ მერე კვირე. ხო, არის ძალიან კარგი ფილტვებისთვის რაღაცა. მეც გამიგია ნამდვილად. არა, ფილტვებისთვის არ ვიცი რამდენად კარგია. ფილტვებისთვის ჩვეულებრივ სუნთქვათ კარგია. იტიროს ეს არის. არა, იტიროს კარგია, ესე სწორი არ არის, ხო? თუმცა სწორია სხვა მოსაზრება, რომ ჩვილი ბავშვებისთვის ტირილი არის ძალიან ბევრი რაღაცის გამოხატვის შესაძლებლობა, იგივე კონტაქტის შესაძლებლობა. ანუ ტირილით გვაგებინებენ შიმშილს, ტირა, რაღაცა, ანუ არის კონტაქტის გზა მათთვის და ტირილის გაშიფრვა უნდა იცოდეს მშობელმა, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. ცუდია ტირილი, რომელიც გამოხატავს, რომ რაღაცა აწუხებს, კარგია ტირილი, რომელიც რაღაცას მიგახვედრებს. მაგას ხვდებით ინსტინქტურად, მშობელი? მშობელი პრაქტიკულად ყოველთვის. დედა ხვდება და მამა ჩართული ვინც არის
კი, ჩართული ვინც არის, ამას ყველა ხვდება საბოლოო ჯამში. ანუ ტირილი აპრიორი ცუდი არ არის, აპრიორი კარგიც არ არის. გააჩნია იმ ტირილით რას გეუბნება ეს ბავშვი, ხო? თუ გეუბნება ხანდახან არის, რომ უბრალოდ ცუდ ხასიათზე არიან და იმიტომ ტირიან. მაგრამ უნდა შეეძლოს ექიმს მით უმეტეს და ცხადია მშობელს პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველა ბავშვი არის ძალიან ინდივიდუალური რა და მშობელზე კარგად ვერავინ ვერ იტყვის, რატო ტირის ეს ბავშვი. ასე რომ გარჩევა უნდა ვიცოდეთ, იმ ტირილით რის თქმას ცდილობს ბავშვი ეს უნდა ვიცოდეთ. აი ვიცი რა, შეიძლება გადააბრუნო თქვა, თუ მოეშვა გაჩერდა მუცელით კი ვა. ყურზე მიაჭირო ხელი, ინსტინქტები რა, ბევრი რაღაცეები ეხა. იმიტრელი ზად არის ბაბა. მე კიდე ერთი რაც არის, რაც თქვა მშობიარობის შემდეგ, ანუ ჩვილობის ასაკში პირველი 3 თვის განმავლობაში არის ესეთი ჩვილბავშვთა კოლიკა და თითქმის ყველა ბავშვს ეს მიუხედავად იმისა, ძუძუზე მუცლის ტკივილი, კი. ყველა თითქმის ყველა ბავშვს აწუხებს და აღმოჩნდა რომ საბოლოოდ პირდაპირი მიზეზი მაინც არ არის ცნობილი ბოლომდე, თუმცა ითვლება რომ ეს გაზებთან არის მიბმული, მაგრამ ბოლომდე არ არის მაინც ესე პირდაპირ დაზუსტებული. და ითვლება რომ 3 თვემდე მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვი მუცლის ტკივილის გამო შეიძლება ტიროდეს და ეს არ არის ტრაგედია. ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა თუ შევაჯამებთ რომ ტირილი არის ძალიან სხვადასხვანაირი. შეიძლება იყოს ტირილი ძალიან ძიმე დაავადების გამოვლინება, შეიძლება იყოს აბსოლუტურად იმის გამო, რომ რაღაცას, ხო, ელემენტარულად რაღაცას გითხოვს. კი, ელემენტარულად შეიძლება კონტაქტი უნდა. აი, ხელში ამიყვანე, ხელში აყვანა და მნიშვნელოვანი თემაა. თუ რა საყვარელია და რა მაგარია და თუ ხელში მენდა. არის ასაკი და ეს არის ახალშობილობის ასაკი. ახალშობილობა ნიშნავს სადღაცა 40 დღემდე ასაკს, ხო? როცა ბავშვი ადაპტირდება გარემოსთან. ანუ მოხდა აბსოლუტურად მისთვის უცხო გარემოში, ყველანაირად კვების თვალსაზრისით, სუნთქვის თვალსაზრისით, გარემოს თვალსაზრისით, თუნდაც მშობლების თვალსაზრისით და უნდა მიეჩვიოს გარემოს. აი ამ პერიოდში მისი თითქმის ყველა სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ტირის უნდა აიყვანოთ რა. მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც თვლის, რომ კარგი მოქცევით ზოგადად არ ფუჭდებიან ადამიანები. ასე რომ მით უმეტეს ახალშობილები, მით უმეტეს ჩვილები. გაჩნია ხარ ასაკში, 6 წლის ასაკში თუ ტირის ყველა ჯერზე ხელში არ უნდა აიყვანოთ, მაგრამ ახალშობილი, მაგას გეუბნებით. ანუ გაჩნია ასაკს, ახალშობილობის პერიოდში ძალიან კარგია თუ იგრძნობს მხარში დგომას, ხო? და ჩვილისთვის ეს ფიზიკური კონტაქტია მხარში დგომა. ვთქვათ 6 წლის ბავშვი გიოს, რას გადავაკიდე 6 წლისას, 5 წლისას, 6 წლისას, შეიძლება სიტყვით უთხრათ და იმითი აგრძნობინოთ მხარში დგომა და ჩვილისთვის ეს მაინც არის ფიზიკურ კონტაქტთან. კი, ასე რომ არანაირად ეს არ აფუჭებს მხარში დგომა, არ შეიძლება რომ ადამიანს აფუჭებდეს. აი მაგალითად ხომ არა კონკრეტულ შემთხვევებში ვთქვათ, რაღაც პაუზა უნდა მისცეთ თითქოს, როცა ტირის ბავშვი რომ უცები არ აიყვანო, რომ არ მიეჩიოს, რომ უცებ რაღაცა იტირებს იმდენი ხელში აიყვან. ეგენი ხო იციან მაგათმა. კი, მე როგორც ვიცი თქვენ შემდეგ ბლოგში არის ფსიქოლოგი და ალბათ ის უფრო კომპეტენტურად გაგცევთ პასუხს, როდის გაფუჭდება, როდის არა, მაგრამ კიდე გეუბნებით, სამედიცინო თვალსაზრისით მით უფრო ახალშობილობის პერიოდი ითვლება პერიოდად, როცა ჩვილისთვის ფიზიკური კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, მაშინ სანამ ადაპტირდება გარემოსთან, ზოგადად გარემოსთან სანამ ადაპტირდება, მისთვის აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი. ანუ ხელში აყვანა მაგ შემთხვევაში აუცილებელია. მერე ასაკში შეიძლება გააკეთოთ პაუზები. მე მოწინავდები გარემოსთან ადაპტირებაზე გამახსენეთ ესეთ არის სწორია თუ არა ესეთი მოსაზრება, რომ თუ თქვენ როგორც ახლა გვიხსენეთ 40 დღე ხდება ადაპტირება გარემოსთან, სწორედ ეს 40 დღე ზოგი უფრო მეცაც აჭარბებს, არ შეიძლება გარეთ გაყვანა, ესეთი მცნება არსებობს. სხვათა შორის, როდიდან შეიძლება ბავშვი გარეთ გაყვანა შეიძლება და მნახველებით ეგ ერთი და იგივე რაღაცასთან არის კავშირში. ერთადერთი აკრძალვა, რასაც ვეუბნებით ხოლმე პედიატრები 40 დღემდე ასაკში, ნუ თვემდე 40 დღემდე ასაკში, რაც უფრო პატარაა ბავშვი, არ არის მისთვის კარგი ინფექციებთან კონტაქტი. ამიტომ მაგასთან იყო დაკავშირებული ჩემი აზრით მნახველების აკრძალვა და ეს არ იყო ცუდი იმ პერიოდში, როცა არ იყო ანტიბიოტიკი, როცა არ იყო თავდაცვის სხვა საშუალებები, ავადგახდომის შემთხვევაში, როცა არ იყო გამოკეთების სხვა საშუალება. თუმცა აი ეს აკრძალვა არის დღესაც, რომ თუ მნახველი მოდის
არ არის აუცილებელი რომ ამ ნახველმა როგორც საქართველოში იციან აკოცოს ამბავს ხელში აიყვანოს ჩაეხუტოს ანუ აი ეს დღემდე ვრცელდება რა თქმა უნდა მნახველი შეიძლება მოვიდეს ანუ თვალის ჯადოს და ასე შემდეგ ეს პრობლემა მოხსნილია მაგრამ მეორე მხრივ არ არის აუცილებელი რომ ჩაეხუტოს ახალშობილს აი ეს აკრძალვა ნამდვილად მოქმედებს მე ჩემი თავის უნდა გაგზავნილი ჩემ მეგობრებს ბავშვი უჩნდებათ რაღაც პერიოდი არ ვიცი როდის უნდა მივიდე აი შინაგანად გზნობ როდის მივიდე ოდნავ გაციებული თუ არ ოდნავ თუ არ მივალ რა ელემენტარულია თან ესე არის რომ თუ სურდოთ არაუშავს ეს არაუშავს შევა აიყვანს პატარა ბავშვს და ეს ნორმალურად ითვლება სინამდვილეში ესე არ არის თუ აი ამ წესს დავიცავთ მაგ შემთხვევაში ცხადია შეიძლება მნახველების მისვლაც და გარეთ გაყვანა შეიძლება პრაქტიკულად 2-3 კვირის ასაკიდან, ოღონდ იგივე წესი უნდა დავიცვათ, რომ ხა თუ გარეთ გავიყვანთ, გარეთ მნახველს უნდა მოვარიდოთ ინფექციის თვალსაზრისით. აივანზე მეწვინა მესულ. კი, აივანი ჩააგდები, იყო და იყო. როგორც წესი უფრო კარგად იძინება ხო? იმიტომ რომ გარეთ ხალხთანაც ურთიერთობას აცილებ ამით თავს. ახლა როდის დაიბადება რომელ წელს? განსაკუთრებულ სიჩუმეს რო აკეთებენ სახში ბავშვინა ჩუმად არ გაინწა და მე ეჩვევიან ეს ბავშვები რომ სულ უნდა იყოს სიჩუმე ქუჩის ხმა არაფერი და პატარა ხმაურზე ეგრევე თვალები ჭყიდავენ ხოლმე და როგორ? აი სწორია ჭყიდავენ. ზოგიერთი კიდე რაღაცა ყოფილი ხმაურების ფონზე იძინებს. ბავშვებთან დაკავშირებული შეკითხვები არის სტანდარტული და მე შეჩვეულება დაახლოებით არა რატო ვამბობ ამას? შეჩვეული ვარ დაახლოებით ერთი ტიპის შეკითხვები ისმება. ამიტომ დავიწყე თავიდანვე იმისი ხაზგასმით, რომ ის რაც ბუნებრივია, ის არის ნორმა. არაბუნებრივია. ხო და მაგას ვამბობ. არაბუნებრივია, რომ ადამიანი შეჩვეული იყოს აბსოლუტურ სიჩუმეში ძილს, ხო? ამიტომ ესე სწორი არ არის. ჩვეულებრივ ხმაურზე უნდა ეძინოს. ნორმალურ ხმაურზე ახლა იქ რაღაცა საოცრება არ უნდა ხდებოდეს, არც მეორე მხრივ ხმაურის მხრივ, მაგრამ ჩვეულებრივ ბუნებრივ გარემოში ის რაც ჩვენთვის ბუნებრივია, მისთვისაც დაეცა, გატყდა და გაიღვიძა, ნუ მაგაზე ყველაზე ხშირად თავზე თუ რაღაც დაგეცა. კი, კვეთრხმებზე ძალიან კარგად რეაგირებენ, მაგრამ არ არის აუცილებელი თითის წვერებზე სიარული, როცა ბავშვს ძინავს. ანუ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა იყოს ეს ბავშვი. მაგას ხოც რატო აკეთებ? თუ შეიძლება შეწუხდეთ ფერი არ გაიღვიძოს იმან, ცოტა ხანი დაждდეთ. ეგეც არის. შუქი. ეგოიში როცა ძინავს ბავშვს რაღაცა პატარა ყოველთვის უნდა ენთოს მე რამდენადაც. რატო? სხვათა შორის ეს არ იყოს სიბნელეში. არა, ეგეთი ნორმა არ არსებობს. პატარაზე კარები და იცით რა? მოდით შევთანხმდეთ, რომ ყველა ბავშვი არის ინდივიდი და თვითონ მიგახვედრებთ ბავშვი როგორ ურჩევნია. ზოგი ბავშვი თვითონ აარჩევს. მე მიყვარს ხოლმე თქვა, რომ ყველა ბავშვი იბადება პიროვნება და ესეც არის ნამდვილად და იბადება თავისი მახასიათებლებით, თავისი ძილის ტიპით, თავისი იგივე წყალში ჩაყვინთვით, არ ჩაყვინთვით, მოსწონს, არ მოსწონს, ზოგს ესეთი ჭამის რეჟიმი მოსწონს. კი, მაგას გეუბნებით, ეს ინდივიდუალურია. ამიტომ მიეცით ბავშვს საშუალება, რომ თვითონ აირჩიოს. ამას მიგახვედრებთ ყოველთვის. გამომდინარე მოხოთ გადაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში ესეთი ნორმა, რომ აუცილებლად უნდა ნატურა ენთოს, სადაც წინავს, ესეთი ნორმა არ არსებობს. და მაინც გითხავთ, ძილთან დაკავშირებით არსებობს, რა თქმა უნდა, ყველანაირი სტანდარტს ვეწინააღმდეგები მე და მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ყოველთვის იმისთვის რომ შვიდად ვიყოთ, მაინც რაღაცა ვცდილობს, რომ დაწესებულ ნორმებში იყოს ბავშვის ყველა მოქმედება. რასაც შეეხება ძილს, ხო, რაღაც არსებობს რაღაც რაოდენობა საათების, რომელიც ამ ასაკში უნდა ეძინოს, ამ ასაკში უნდა ეძინოს, მაგრამ რევენ ხოლმე ეს პატარა პიროვნებები არ არის ესაში და იწყება მერე პანიკა. გამოტოვა ერთი ძილი, ხო ის გამოტოვა, ეხა როდის დაიძინებს, რა ხდება და არის ხოლმე ოჯახის შფოთვის მიზეზი. იგივე კატეგორიას განეკუთვნება. ყველაფერი უნდა იყოს განხილული რაღაცა კონტექსტში. ხომ თუ ბავშვმა გაიღვიძა, თამაშობს, კარგ ხასიათზეა, აქტიურია, გიღიმი, დილის 4 საათი. თუნდაც იყოს დილის 4 საათი. ეს პრობლემაა მშობლისთვის, მაგრამ თვითონ ბავშვს არაფერს არ უშავებს. თუ გაიღვიძა და ჭირვეულობს რაღაცას, ვთქვათ, ტირის აწუხებს რაღაცა. ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს აბსოლუტურად სხვანაირად, მაგრამ თუ არის აბსოლუტურად აქტიური, არაფერს არ უშავებს, ის რაოდენობა მაინტერესებს დილის 5 საათზე რომ მე ჩემ მეგობრის შვილი. მე ფეგურს თამაშობდი მთელი 6 თვე ბავშვთან 4 საათზე, გამე, ეს სახში. აი, კაი მამა, დილის 7 საათზე მე თამაში და ყურადღება უნდა და დედა გამოფიტული, აი იცით რა, ეს არის უფრო მშობლის პრობლემა და თუ
ვთქვათ, ითამაშოს და მეძილი გავაგრძელო, შეიძლება ის? თუ ითამაშო, თუ დაგთანხმდებათ, რამე მძიმე საგნით შენთან არ მოვიდეს მერე სათამაშოდ ქრისტინე. ეგეთი შემთხვევები ყოფილა. თუ დაგთანხმდათ, შეიძლება ოღონდ იცით რა, გააჩნია რა ასაკზე ვლაპარაკობთ. მე მინახია ძალიან ბევრი ცუდი შემთხვევა, როცა მშობელს ეძინა და ბავშვი თამაშობდა მაგალითად წამლებით და წამლების დალევით, ხო? ანუ უარეს შემთხვევებით მეც ხა აჩიკორო არ შევაშინო, უფრო უარესს არ ვიტყვით, თორემ მეც ვიცი უარესი შემთხვევებით. ასე რომ მშობელს რო ეძინოს და ბავშვი თამაშობდეს, გააჩნია რა ასაკის ბავშვზე ვლაპარაკობთ, რა ასაკი ბავშვი თამაშობს. დასთან მეუწყდება ხელი, უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ეს ბავშვი დაცულია, როცა თქვენ გძინავთ და ის თამაშობს. ხო? ჩემ ლოგინში ჩაწვენა ჩვილის. ანუ გვიყვარს ხოლმე გვიყვარს როგორ არის გვიყვარდა. ანუ ესეც იყო, ჯერ არ უნდა ჩაგეწვინა იმის დენიკინის დროს, შემდეგ იყო რომ აბსოლუტურად ცალკე უნდა იწვეს და ეხა ტენდენცია რომ უყურებ ირგვლივ ახალგაზრდა დედების ყველას ჩაგორებული ყავს. კი, ეხლა ესეც შეიცვალა და უფრო ნაკლები შეზღუდვა ამ მიმართულებით. მაგ მიმართულებით და ითვლება რომ კი შეიძლება რაღაც ასაკამდე ხო აი რომელი იცით რა ეს ალბათ უფრო ფსიქოლოგები უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ თუმცა ამაშიც მართლები ხართ რომ ეს მოსაზრებები ცვალებადობს დროში ხან ესია ხან ცოტა იცვლება კიდე გეუბნებით პიროვნულად მე მაგალითად ვთვლი რომ ადამიანები არ ფუჭდებიან კიდე ვიმეორებ არ ფუჭდებიან სიტყვით და სიტყვით უნდა შენთან დაწვა ამ წელსაც გინდა იყოს ხო რა 45-ს თუ არ არის ადამიანურად ვთვლი რომ ესეთი დამოკიდებულებით არ ფუჭდებიან ბავშვები უფრო პირიქით მეც ესე მგონი რომ ბაღის ასაკში ვიყავი ჯერ კიდე რომ ცალკე კი მაძინებდნენ მაგრამ დილას ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა გადავძრებოდი და შუაში უწევოდი ხოლმე აი რო შემოგიხდება მაგას რა ჯობია დილი და შენ გვერდზე რო იღვიძოს მაგას რა ჯობია სულ სხვანაირი გამომეტყვა გაბუშკული სახეები მაგაზე კაი რა არა გინდა თუ არა მეგა სპარტანდა ზედა ცალკე ლოგიში ჩავაგდო და იქ დაიძინოს აბსოლუტურად არ აუცილებლობა არ არის მაგის მე მგონი ბავშვი გადაწყვიტავს მაგას რა ურჩევენ კი არიან ბავშვები რომლებიც ძალიან ადვილად თანხმდებიან რომ ცალკე ოთახში ეძინოთ არიან ბავშვები ვინც ამაზე არ თანხმდებიან და მათთვის ეს სტრესი საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრესია და მე რომ მკითხოთ არ ღირს ამდენად ხო თორე მიჩვევით ყველაფერს მიაჩვევ ადამიანს საბოლოო ჯამში რად უჯდება ეს იმ ბავშვს ეს უნდა გადაწყვიტოთ გიღირთ თუ არ გიღირთ ამ ხელა სტრესად ის რომ მიაჩვიოთ ცალკე დაძინება ძილის არ იყოს და კვება იყო ადრე მე მგონი ეს რომ რაღაცა ყოველ რამდენიღაცა თვითონ ჩაკაფუზა გარკვეული იყო და ეჭამა ყოველ 2 საათში თუ 3 საათში როგორც იყო მე მაქვს ასევე მოსმენი რომ როცა თვითონ მოითხოვს მაშინ უნდა ეჭამა რომელია სწორი და გაჩნია რომელ კვებას გულისხმობთ ხო თუ ლაპარაკია ძუძუთი კვებაზე ცხადია მიღებულია სრულიად თავისუფალი რეჟიმი ანუ როცა მოითხოვს მაშინ უნდა იყოს მაშინ უნდა ჭამოს სხვაობა ძუძუსა და გეტყვით რატოა? იმიტომ რომ თვითონ ძუძუს შემადგენლობა აბსოლუტურად განსხვავდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში. დილით არის უფრო ნაკლებად ნოყიერი, არა იმის მიხედვითაც და იმის მიხედვით ბავშვი როგორ ჭირდება. დილით და როგორი არის თქვათ დილით არის უფრო ნაკლებ ნოყიერი, შუა დღის რძე არის ხოლმე უფრო მეტად ნოყიერი და შეიძლება რაოდენობრივ კი, აბსოლუტურად განსხვავდება. განსხვავდება თქვათ იგივე ბავშვის ავადმყოფობის დროს რძის შემადგენლობა, ასე რომ იმდენად ზუსტად არის ეს სისტემა აწყობილი, რომ არ არის აუცილებელი რაღაცა ხელოვნური შუალედების და თვითონ ბავშვი წყვეტს ამ შემთხვევაში და ეს არის აბსოლუტურად აწყობილი. ხელოვნური ნარევი არის მუდმივად ერთნაირი სითხე. ხო, ამიტომ მეტნაკლებად ერთნაირი შუალედით არის მაინც მიღებული კვება. აი თვითონ ბავშვი წყვეტსო და ზოგი 4-5 წლის ხდება და მაინც არ წყვეტს, უიდის და აი რა უნდა ხნა. მე ხო სიტყვაა ეგეც მაშინ ხა უიდეს ჩამოს ბავშვმა დიდი როცა არა უნდა არა ეგ მე მგონი ეს უკვე არ არის ხო ეს უკვე ფსიქოლოგის საქმეა იმიტომ რომ არის რაღაცა ჩვევა ნორმალური ხო ყველა ესა ვარ არის ნორმალური ჩვევა და არის ქცევის დარღვევა ანუ ჩვევის და ქცევის დარღვევა კი რა თქმა უნდა არის რაღაცა ნორმები გვაქვს ხო რა უიპარსავდე ძალიან თქვენი დამოკიდებულება ამ თავისუფლება დაბადებიდან და რაც შეეხება მე არ ვამბობ რა თქმა უნდა 40 დღის ბავშვს და თუნდაც თვის მაგრამ ზოგიერთი ჩემი მეგობარი მაგალითად ძალიან გვიან იწყებდა აი ეს თუ მნიშვნელოვანი თუ არის ბავშვისთვის გემოების გასინჯვა ნუ არ ვიცი რაღაცა საკამდე აი რაღაცა დამატება ვაშლის არ ვიცი პურის გასინჯვა ვიცით რა და ცოტა საღეჭი საჭმელის ვიცი
მან არის ერთი რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ბავშვისთვის ახალი ინფორმაცია არის ყველაფერი. ანუ არის ფოთოლი, ხე, რაღაცა მანქანა, ყველაფერი, ყველა ნივთი, რასაც თვალით ხედავს, ან რასაც ტაქტილურად გრძნობს. ერთი რატომაც იწყებენ გვიან კვებითი ინფორმაციის მიწოდებას და ეს სწორად აკეთებენ თქვენი მეგობრები, არის ის, რომ პატარა ასაკში დაწყებულმა საკვებმა შეიძლება მეტი ალბათობით გამოიწვიოს ალერგია. ამიტომ არის გადავადებული აი ეს კვებითი ინფორმაციების მიტანა ბავშვამდე. 6 თვემდე ზოგადად ძუძუზე ყოფნის შემთხვევაში ითვლება, რომ კი, ითვლება, რომ ექსკლუზიურად ძუძუ არის აბსოლუტურად საკმარისი ორგანიზმისთვის, სადღაცა 5-6 თვიდან უკვე იწყება ახალი გემოების გასინჯვა და ამ ასაკისთვის კიდევ უკვე ბავშვს აქვს მზაობა განვითარების მიხედვით და ყველა სხვა პარამეტრით, რომ გადავიდეს ნელ-ნელა სხვა საკვებებზე. აქამდე არ არის აუცილებელი, რომ ინფორმაცია მიაწოდოთ კვებითი სახით. შეიძლება რომ ეს ინფორმაციები, განსხვავებული ინფორმაციები მიაწოდოთ სხვა პერცეფციის სხვა სახით, ხო, ანუ შეგრძნებების სხვა იმითი მიიღოს ინფორმაცია. თუმცა, ესეთი კატეგორიული აკრძალვა, რომ რაღაც არ შეიძლება და თუ წაატანა ხელი ვიმაც რაღაცა ანუ გამოგვლიჯა. ცხადია, ესე არ არის, მაგრამ ნამდვილად არის რეკომენდებული, რომ პირველი 5-6 თვის განმავლობაში უნდა იყოს ექსკლუზიურად რძეზე. კი, ამ შემთხვევაში რაღაცა ჩაის მიცემა წყლის სახით. რამდენად ხო აი კამის წყალი, რაღაც სპეციალური გვირილის ნაყენები ხო იყიდება ბავშვებისთვის. თუ წყალი ჯობია ჩვეულებრივი და სხვა. მიღებულია ისიც და ისიც. შეიძლება იყოს ჩვეულებრივი წყალი, შეიძლება იყოს ჩაი, ოღონდ ჩაი პირობითად. ხო, ჩაი პირობითად, ხო, ვთქვათ, რომ ეს არ არის ლაპარაკი შავ ჩაის. ეს არის მცენარეული ნაყენი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და არის ხოლმე რომ რაღაცა ფუნქციებიც აქვს. ცოტა არა, მე მგონი ეგ არა, რომელიც არის ჩვეულებრივი ბავშვის კვების მწარმოებლებისგან, იქ კატეგორიულად არაფერში არ ურევია დამატკბობლები რა, როგორც წესი. ხო, დაუბრუნდი ისევ იმ პროცესს, უცებ აჩეკოს რომ გამოყავს და აი კიდე ისიც ძალიან მინდა პირველი შვილი მყავს უკვე ციკამ გააჩინა პასაციამ. აი ეს ტანსაცმელთან დაკავშირებით თვემდე თვის ორის იყოს თუ გინდათ ჯინსის უხეში რაღაცა გაპრანჭული ტანსაცმელი შარვლები რო აცეცხლეთ ცოტა ხანი შეიძლება მაგრამ შეგნით გონია რომ ცვალობენ ეს ბავშვი ცვალობს რა თქმა უნდა ბანტებს რო უკეთებენ და ფაკებს რო აცვენ რა თუნდა ეხა არა რატო დინა რა ფოტოსესიისთვის კი კაცო ფოტოსესიის მაგას ვამბობ ცოტა ხნით ახლა ცხადია ეს ცუდი არ არის მაგრამ შიგნით ჩასაცმელად ის რაც კანს ეხება ცხადია უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი მასალის, ბამბის, რაღაცა ისეთი, რომელიც კანთან უშუალო შეხებაში რაც არის ტანსაცმელი, ის უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი. გარედან ახლა, ეგეც ისეთია, სტუმრად რაც ამიდიან ხო, მე რომ მკითხო ძალიან სასაცილოები და საყვარლებიანი ჯინსებში. გაპრანჭული. მაგაზეც იგივე ვთქვათ, რომ როგორც შენახების ბავშვს ხო და ანუ როგორ გინდათ ქალს ეს უკვე არის მაგისი ნორმა არ არსებობს რა ნორმა არსებობს რომ ვთქვათ შიგნიდან რაც კანს ეხება ის უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი დანარჩენი მშობლის გადასაწყვეტია ახლა ზოგს მოსწონს ეს ზოგს არ მოსწონს აკრძალვა ამ თემაზე რომ ამდამაინ ჯინსი არ უნდა ეცვას თვინახევრისას არ არის და ეცვას ვინმე ესეთი არ არსებობს ამპერსის ყოველ გამოცვალაზე ანუ მე ვგულისხმობ რომ ისაქმებენ ხოლმე ჯობია ყოველჯერზე დაბანა თუ გაწ ესეთი მყარი რეკომენდაციაც არ არის თუ ღამე მოხერებული რომ გაწმინდო იქვე. იცით რა, არ არის ესეთი მისთვის რა ჯობია? მისთვის დაბანაჯობია, მაგრამ ახლა თუ ვთქვათ მიდიხართ თუ გეზარებათ, თუ დაძინება გინდათ, ან იგივე ხო შეიძლება რომ გზად მიდიხართ. და არის რაღაცა ტექნიკური პრობლემა. მაგ შემთხვევაში ნუ შეიძლება გაიწმინდოს კიდეც. ესეთი რაღაცა კატეგორიული აკრძალვები არ არის ზოგადად. რაღაცა კატეგორიული დამოკიდებულებები არ არის ამ ბავშვის ძალიან საინტერესო კითხვა მოვიდა ჩვენი მაყურებლისგან 4 თვის არის ჩემი ბავშვი რომ დაჯდომას თილობს ჯიუტადო რომ დაჯდეს უნდაო დაჯდეს იცით რა ეს თეზა რომ გაუმრუდებს ხერხემალ ტყუილია კი რა თქმა უნდა ტყუილია უბრალოდ პატარა ასაკში ბავშვებს თვითონ მომწიფებული არ არის აიმისოთ რომ დამოუკიდებლად დაჯდეს ამაზეა ლაპარაკი ეგრე უამრავი ხალხი ვიცით, ვისაც მოკიდებული დაყავთ, ხო? ბავშვები დაბადებიდან პრაქტიკულად
და ამითი არავის ხერხემალი არ უზიანდება, ცხადია. უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაცა ასაკამდე, თქვათ 4-5 თვემდე დაჯდომა მას არ შეუძლია. და ჯერ უნდა დაიწყოს დაჯდომა, დამოუკიდებლად გაიმყაროს ეს ნორმალური განვითარების შემთხვევაში, მერე უნდა დაიწყოს დადგომა. ანუ პატარა ბავშვი უბრალოდ თავისით ვერ დაჯდება. პირველი ეტაპი ალბათ დაჯდომა უნდა დაიწყოს. დაჯდომა და მერე უნდა უკვე ჯერ თავის დაჭერა უნდა დაიწყოს, მერე დაჯდომა უნდა დაიწყოს, მერე უნდა დაიწყოს დგომა და მერე უკვე ხოხვა ან სიარული. ეხლა რა გამახსენდა, იცით, ერთი პერიოდი, მე ვეიქავ, სულ რეტროსპექტივაში ვარ მოკლედ. ჭოჭინების პერიოდი გამახსენდა და ეხლა არის იცით რა, მოდით კიდევ ერთხელ ესე გამასაუქნათ, ისევ ხაზგასმით, მას ხაზი გაუსვათ რომ ვუყიდოთ აჩიკოს ბავშვ ჭოჭინათ რა. ჭოჭინა ჯერ გაჩნდეს აჩი გადარეგე ერთი რაღაც ამბავი ხო არ არის რა გიხდა იცით რა ზოგადად ერთი რაც არის იგივე ხოხვის შემთხვევაშიც და ჭოჭინის შემთხვევაშიც ბავშვი ოდნავ გვიან შეიძლება დაიწყოს სიარული, იმიტომ რომ мотивация არა აქვს. ხო სიარული ჭირდება რისთვის? იმისთვის რომ მივიდეს რაღაცეებთან და რაღაცეებს შეასრულოს. ამას ძალიან კარგად ასრულებენ ხოლმე ხოხვით ან ჭოჭინით. ასე რომ ოდნავ უფრო გვიან იწყებენ სიარულს. სულ ეს არის მთელი შეზღუდვა. ზოგ ბავშვს ეს ჭოჭინა მოსწონს, ზოგ ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ ფეხების ავნებს და ფეხების ავნებს. ტყვილი. ფეხების მოღუნვა ზართული საქმე. აი ესეთი დასაწყისით არა, მე მქონდა ესეთი პირველივე დღიდან ესე აწერია, რომ დაბადების პირველივე დღიდან შეიძლება იმაში ჩასმა. აი ესეთი ნახევრად მჯდომიარე მდგომარეობაში. მაგას გეუბნებით, იგივე კენგურუსში ჩასმა შეიძლება პრაქტიკულად დაბადებიდან და იმაში ცხოდამზარ პოზიციაშია. დაჩუქებ მე აჩკო. აი მე დაანებეთ ამ იმიტომ რომ მე გიჟდები ყველაზე მოხერხებული სკამია. საჭმელად წინააღმდეგი სიამოვნებით როცა იქნება აჩკო შეკრიბა საჩუქრები. აჩიკო ჩვენ ყველა ზაფარ და შენ თავი მიხედეთ აქ. აი ესე რო ამოგიგდებთ ინტერნეტზე მოვითხოვ მე ყველა ცოტა რთულია თქვენთან გაშორება და საინტერესო თემაა მაგრამ დასულა იწურება ჩვენს განხილვის დრო და ვიცი ეს ძალიან დიდი მადლობა კიდევ გავიხსენეთ რაღაცა არასწორი ინფორმაციები დავგმეთ ესე თქვა გადავაგეთ სტერეოტიპები და მივამსხვრეთ ყველაფერი გავაგეთ აჩიკოს დავანებებ თავს მეორე ბლოკში თუ კიდე ჩემაგალიძე გავიაროთ როგორი რამხელ მნიშვნელობა აქვს სათამაშოს მე ასეთი არ მქონდა მეორე ბლოკში ფსიქოლოგი გვეყოლება. მე არ მახსოვს საერთოდ სათამაშო. ძალიან მადლობა რომ იყავით. სათამაშო მქონდა მე. შენ მქონდა პინგვინი. მანქანა ავტომატი. რეკლამა.